Heipa Laplandiიდან Voyager by Solos და Expedition by Travel Junkies კოლაბორაცია გრძელდება. ჩვენ ახლა ვართ პოლარული სარტყლის მიღმა ჩრდილოეთ ევროპაში, ლაპლანდიის მიწაზე და ჩვენი პოლარული საშობაო ექსპედიცია იწყება. წელს საკმაოდ ბევრი მოგზაურობა გამოგვივიდა, ვიყავით ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, თვით ავსტრალიაშიც კი და წლის მიწურულს გადავწყვიტეთ ცოტა განსატვირთი მოგზაურობა დაგვეგეგმა ლაპლანდიაში. დღის 3 საათი ლაპლანდიაში. ჩვეულებრივი სიბნელია. ძალიან უცნაური. ცოტა ადაპტაცია გჭირდება ადამიანს აქ, რომ მოერგო არქტიკულ სარტყელს. უკვე მეორე პოლარულ ექსპედიციაში ვარ სოლოსთან ერთად. პოლარული სარტყლის გადაღმა ლაპლანდიაში ვიმყოფებით. დილის ლაპლანდია, დილის როვანიემი. ჩემს უკან არის სანტას ოფისი, სადაც იზღებულობს ბავშვებს და დიდებს. მასთან შეხვედრა აბსოლუტურად უფასოა, თუმცა ცოცხალი რიგია, ასე რომ თუ სანტასთან შეხვედრას დააპირებთ, ცოტათი ადრე გირჩევთ მოსვლას დილიდანვე, რომ რიგში ადგილი დაიკავოთ. თუ ოდესმე ვინმე წერილი გამოგიგზავნიათ სანტასთვის, აი ზუსტად ამ ოფისში მოვიდო და ლაპლანდიაში. მე ცოტა ნაწყენი ვარ სანტაზე, იმიტომ რომ 97 წელს სეგას კომპიუტერი ვთხოვე და არ მომიტანა. და ეხლა თუ სადმე გადავეყარე, უნდა გავახსენო ეგ ამბავი. შემოვედით როგორც იქნა სანტას ოფისში რიგი გავიარეთ და მივდივართ ეხლა სანტასთან აუდიენციაზე. აი ამის იქით უკვე გადაღება აკრძალულია, ვნახოთ თუ მოვახერხებთ რამენაირად გადაღებას. ეს ხაზი კი აღნიშნავს პოლარულ სარტყელს, რომელიც ზუსტად როვანიემში გადის და ამას რომ გადავკვეთთ, აღმოჩნდებით უკვე პოლარული სარტყლის მიღმა. ერთად გადავკვეთოთ პოლარული სარტყელი. აქ ახლა არის დაახლოებით 11 საათი და 30 წუთი, ანუ ეს რაც მზე ამოვიდა, მაგრამ სულ რაღაც 1 საათი გვაქვს, ანუ ჯამში დღის განმავლობაში 2 საათი არის ნათელი, ესე ვთქვათ. როგორი ორიგინალური კოტეჯებია, ნამცხვრის ფორმის. ისეთი ფორმის არის, რომ შეჭმა მოგინდება. სანტას სოფელში იმდენად ზღაპრული გარემო არის ბავშვებისთვის, რომ 30 წლის წინ რომ მოხვედრილიყავი, ალბათ შოკში ჩავარდება. ბავშვს აღვიძებს შენში რა, პატარა ბავშვს აღვიძებს. ყინულის სასტუმროში მოვედით. ვაუ, რა სილამაზე. ვაუ. ლამაზი არის. აქ ყველაფერი ყინულის არის, ყველაფერი თოვლისგან არის დამზადებული. თვით ბარიც კი, ჭიქები და თეფშებიც კი ყინულისგან არის. ლეგენდარული აისბარი. ვაიმე გამეყინა ხელები. შობას გილოცავთ. გილოცავთ შობას. წლების წინ აქ ლაპლანდიის ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობა ცხოვრობდა, მათ სამის ტომს ეძახდნენ, ანუ იგივე სამის ხალხს. ისინი დაახლოებით იგივენაირი ცხოვრების წესს მისდევდნენ, როგორც არქტიკაში, კანადის არქტიკაში ინუიტები, ანუ იგლუში და ასე შემდეგ. ირმების მოშენებით იყვნენ დაკავებულები და ცხოვრობდნენ ზამთრის ცხოვრებით, მაგრამ შემდეგ მე-20 საუკუნეში პოპკულტურამ აქაურობა სანტა კლაუს, იგივე წმინდა ნიკოლოს, როგორც ჩვენ ვიცით.
მიუსაკუთრა ესე ვთქვათ და დღეს აქ ყველაფერი სანტას გარშემო ტრიალებს. ეხლა ჩვენ ვართ სანტას სოფელში. მაგარია ლაპლანდია. აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თბილად ჩაიცვათ და მოემზადოთ აქაური კლიმატისთვის, იმიტომ რომ -20, -25-იც კი არის ხოლმე, ასე რომ ძალიან ყურადღებით უნდა იყოთ კლიმატური პირობების მიმართ. აქაური ტრადიციული იურტაც არის აქ აშენებული სადემონსტრაციოდ, აი ესეთ ტრადიციულ იურტებს აშენებდნენ სამის ხალხი, რომელიც აქ 10,000 წლის წინაც კი იყო დასახლებული. შიგნით აი ესეთი ცეცხლი ინთებოდა და მთლიანად ირმის ტყავი გამოიყენებოდა. პირველი დღეები ლაპლანდიაში როვანიემში ვართ და ცოტა უფრო კლასიკური ლაპლანდიური დღეები გვაქვს, სანტას სოფელი, ირმები და ასე შემდეგ. შემდეგ უკვე ცოტა გავაქტიურდებით და ჰასკებზე უნდა ვისეირნოთ. დილის 7 საათი და 22 წუთია. გავდივართ ირმების სოფელში, სადაც არის ირმების ფერმა. შემოვედით ლაპლანდიურ სახლში, ტრადიციულში. გაგვაცნობენ ლაპლანდიური ცხოვრების წესს და შემდეგ უკვე გადავინაცვლებთ ირმებთან. These are male reindeer antlers, and these grow once every year. And once it's full grown like this, the antlers fall off the reindeer's head, and then they grow them again. The antlers are the fastest growing bones in the whole world. It can grow up to 2 or 3 centimeters in just one day. Legs is a რამხელა რა. აქვს სპეციალური საჭმელი, ხავსი, რომელსაც ახლა ვაჭმევთ ირმებს. მოდი. ნუ კაია. დავიძარით. სანტა ექსპრესი. როგორც იცით, არქტიკაში ვართ, პოლარულ სარტყელზე ლაპლანდიაში და აქ ძალიან მნიშვნელოვანია თუ რა აღჭურვილობით ხარ, რა გაცვია. იმის გამო რომ -20-ია აქ ტემპერატურა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მაღალ სქელძირიანი ფეხსაცმელი გეცვათ, რაც აი აუცილებელია, ასევე რამდენიმე შრისგან შემდგარი შარვალი დათბილული, ზედა ქურთუკი თბილი და ბალაკლავა მათ შორის. კარჰარტის ბალაკლავა, რომელზეც და თელს ჩვენ აღჭურვილობაზე იზრუნა სტრიტსტარმა. სტრიტსტარი არის ახალი ქართული ბრენდი, მაღაზია, რომელმაც პირველად წარმოადგინა საქართველოში ისეთი ბრენდები, როგორც არის კარჰარტი, როა, ჰენუანდერი, მაჰარიში და კიდევ ძალიან ბევრი ტოპ ბრენდი, რომელიც მოლაშქრეებს და მოგზაურებს ნამდვილად გამოგადგებათ. ჩვენთან ლაპლანდიაში გათენდა ხალხი სამსახურებში მიდის. დილის 10 საათი როა და -25 გრადუსი. იაზე უნდა ილაპარაკოს. მეგობრებო, ნახეთ რა ხდება, სად ვართ. დაუჯერებლად ლამაზია პოლარული როვანიები. ანუ -20-ია და ესეთი ულამაზესი მზის ამოსვლა გვაქვს რა, უნდა გამოვყვებით ჩვენ ექსპედიციებში. გამოდით, იმოგზაურეთ ჩვენთან ერთად და სიგიჟებს გპირდებით. აღმოაჩინეთ სოფლიოს განსაკუთრებული ადგილები. თან საინტერესო ის არის, რომ აქედან ამ -20-დან და არქტიკული სარტყლიდან ძალიან მალე, სულ რაღაც ერთ კვირაში ვიქნებით ტროპიკებში, ეკვადორის ხაზთან. რომელ ტროპიკებში, ამას ბოლოს გეტყვით, თუ ბოლომდე უყურებთ ჩვენ ამ ეპიზოდს და ბოლოს გაგიმხელთ, სად მივდივართ აქედან და როგორ სასწაულ ძალიან განსაკუთრებულ ტროპიკულ თავგადასავალს გიმზადებთ სოლოსთან ერთად. ვაუ, ჰასკების ფერმაში მოვედით.
ესეთი სახელები ქვია. ნახე ბალტო. And when they were picking, they were გელი ხარ შენ თუ ძაღლი ხარ? ლურები. გამოუშვი გასკებს. მოდით. Yes. Yes. Okay, sorry. ვიმზადებით რაიდისთვის. ჰასკი რაიდისთვის მარხილით. უნდა ვიმოძრავოთ ლაპლანდიის ტყეში. ესენი არიან ჩვენი ძლიერი ჰასკიკოვები, რომლებიც უნდა გაგვატარონ დღეს მარხილში. შენ ვინ ხარ? ჩვენი გუნდის წევრი ხარ? ვაუ, წინ ესეთი გზირები გამარჯობათ. ვაუ, რა მაგარია. ბალტო გაქვთ ნახი? ვითომ წამალი მიგვაქვს და უნდა გადავარჩინოთ. სიგიჟეა. ეს აქამდე რატო არ მქონდა ნაცადი? აუ, რა კაია. საღამომშვიდობის როვანიემიდან. ძალიან კაი ამინდია დღეს გუშინელთან შედარებით. ერთი -10-ია მხოლოდ და ჩვენთვის ეს ბედნიერებაა, იმიტომ რომ -25-ის მერე -10 მშვენიერია. თბილა ფაქტობრივად. დღეს მივდივართ აურორას ნადირობის გადასამზადებელ პროგრამაზე. კვალიფიკაცია უნდა ავიმაღლოთ აურორას გამოჭერის რა, მივყვებით ჰოლმავალი მანქანები, თუ რა ქვია მაგას, გურანები, სნოუმობილები. წოდებული სნოუმობილები ვიქირავეთ და გავემართებით ქალაქიდან შორს ტყეში ვივლით ამ სნოუმობილებით და ვინადირებთ ჩრდილოეთის ციალზე. პროგნოზები არ არის ცუდი, ზეც კი არა და ცა მოწმენდილია. ზემოგენატრა ასე. ზემოგენატრა, რომელიც არ მინახავს უკვე 5 დღე. დიდი ჯგუფი ვართ, ყველანი მივდივართ აურორაზე სანადიროდ სნოუმობილებით. დავიძარეთ, დიდი კოლონა მივდივართ აურორაზე სანადიროდ, ამჯერად სნოუმობილებით. ლაპლანდიის ტყეში, ესაა გადავკვეთეთ არქტიკული ხაზი. ვაუ! აურორაზე სულ მაყვირებს უბრალოდ. მე არ მინდა თვითონ ყვირი. ვაუ! ტყუილა არ გამოსულვარ დღეს აურორაზე სანადიროდ. Wow! Jingle bells, jingle bells, jingle all the way. All mine is the ride, one horse open sleigh. ჩვენი პოლარული ლაპლანდიური ექსპედიციას დასასრულს მივახლოვდა. ეს წლის საბოლოო შემაჯამებელი ექსპედიცია გამოდგა. დღეს 25 დეკემბერია, გუშინ შობას შევხვდით ადგილობრივებთან ერთად და ეს მოგზაურობა შევაჯამეთ, ესე ვთქვა. ძალიან საინტერესო ადგილია, ძალიან საინტერესო მოგზაურობა გამოვიდა. ძალიან საინტერესო წელი გამოვიდა. რა თქმა უნდა, წელს დაახლოებით 10 ექსპედიცია ჰქონდა, თავგადასავლებით ახსავსე დახუნძლული, ათეულობით ადამიანს შეუქმნით ცხოვრებაში საუკეთესო დღეები და სამოგზაურო გამოცდილება, რითიც ძალიან ბედნიერები ვართ. გვეუბნებიან მათი ოცნებები ახდა ამ წელს, აი ამ ბევრი ადამიანს. ხა რაც შეეხება ლაპლანდიას. ლაპლანდია ვისაც პატარები გყავთ, შეგიძლიათ რომ შევქნათ მაქსიმალურად ჯადოსნური შთაბეჭდილებები შევქნათ, შეგიძლიათ მოინახულოთ სანტას სოფელი, საშობაო ბაზრობა,
თუმცა ამასთან ერთად დიდებისთვისაც ძალიან ბევრი აქტივობა არის, რაც შეიძლება ძალიან სამბეჭდავი აღმოჩნდეს. მაგალითად, ჰასკებთან ერთად მარხილებით ჩრდილოეთ სიალზე ნადირობა, სნოუმობილებით ტყეში სეირნობა, ასე რომ ბევრი აქტივობაა, რაც ძალიან შთამბეჭდავი შეიძლება იყოს დიდებისთვისაც. ერთი შემაჯამებელი რჩება ჩვენგან ლაპლანდიაში ჩამოსვლებისთვის არის ის, რომ თუ აქვს დრო და საშუალება, ეცადეთ რომ როვანიემიდან უფრო ჩრდილოეთით კიდევ უფრო გაცდეთ ქალაქებს და უფრო ნამდვილად ეზიაროთ უფრო ესეთ ველურ ლაპლანდიურ ბუნებას, სადაც შეგხვდებათ ველური ცხოველები, თოვლის კიდევ უფრო მაღალი საფარი და ასე შემდეგ. ახლა კიდევ უფრო მკვეთრი კაშკაშა სიალი და ეს 2 საათი რომელიც არის დღის შუქით შეგიძლიათ მაქსიმალურად გამოიყენოთ. ცნაური იყო რომ 11 საათსა და დაახლოებით 10 წუთზე ამოდის მზე და 12 საათსა და 50 წუთზე ჩადის. ანუ სადღაც 2 საათამდე დრო გვაქვს. მაგიტომ არის ალბათ ეს ჩვენი კადრების უმეტესობა ცოტა ბნელი, მაგრამ ნუ არა უშავს ესეთი სიტუაცია იყო აქ. ახლა რაც შეეხება ჩვენს შემდეგ მოგზაურობას, აქედან -20-დან მივდივართ +25-ში კოლუმბიაში, სამხრეთ ამერიკის დედაქალაქში, ესე ვთქვათ, დიდი კონტრასტი. ძალიან დიდი კონტრასტი და მივდივართ სადღაც 17 ექსპედიტორი, იქიდანაც მოვინახულებთ ტომებს, მოვინახულებთ ტროპიკულ სანაპიროებს, ნაციონალურ პარკებს და გვექნება ურბანული ლაშქრობები მედეჯინის მთაგორიან გეტოებში. ასე რომ დარჩით ჩვენთან ერთად და აღმოაჩინეთ სოფლიოს განსაკუთრებული ადგილები. ჩაო.